სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1991 წლის 1 იანვარს გლენდეილში, ლოს-ანჯელესის გარეუბანში, ყოფ ეკლესიაში. ეს არის კალიფორნიის შტატი, რომელსაც მადლის სათემოს ეკლესია ქვია, Grace Community Church. ძალიან საინტერესო შეკითხვაა შემდეგი შეკითხვა, რომელსაც მამაკაცი სვავს და ეს ეხება ეკუმენისურ მოძრაობას. და ნახეთ, როდის იწყება ეკონომიკური მოძრაობა და ჩემთვისაც ძალიან შთამბეჭდა ვიყო, როცა ის მოვისმინე. ის რაც ვერ შეძლო პროტესტანტებში ვერავინ, ანუ გაერთიანებაზე რო იყო დიდ გაერთიანებაზე ლაპარაკი, უკვე დაიწყო ხარიზმატულმა მოძრაობამ და 50-იანელებმა ხიდების გადება კათოლიცისთან. ხედავთ, როგორცა გარეგნული არის და ზედაპირული, ნომინალური. ძალიან ადვილად ეს ხდება სატანის იარაღი და ხდება პოლიტიკური იარაღი. ისმით სოფლიოში, იმიტომ რომ ყველას უნდა ძალაუფლება, ყველას უნდა გავლენა. და ხარიზმატული მოძრაობა ეს ახალი შედარებით ახალი იყო 100 წელსაც ვერ მოითვლიდა, ხო? მათი არსებობა, როგორც იეჰოველების, როგორც მორმონების, ესენი არ არის ძველი დენომინაციები, ხო? ესენი იწყება უკვე მერე და მერე, როცა ლიბერალიზმი შემოდის თეოლოგიაში და როდესაც დარვინიზმი უტევს, ხო? მერე და მერე იშლებიან ესენი. და მერე და მერე ხდება თუნდაც მეშვიდე ადვენტისტები გადახედეთ, როდის ისახება. შემთხვევითია ესა? და მართლმადიდებლებიც უკვე ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირიც უფრო ეკუმენისტური იყო, ილია მეორე იყო, არის იცით თუ არა, ხო? რელიგიური მსოფლიო საბჭოში ერთ-ერთი პრეზიდენტად იქნა, ერთი 4 წლიანად არჩეული რო იცოდეთ. რომ გადახედეთ, შეისწავლეთ ისტორია, მაგრამ მე როდესაც მოხდა დამოუკიდებლობა, გესმით, და რუსებიც უკვე ნელ-ნელა იწყებენ თავიანთ საკუთარი თამაშის თამაშს, ესენიც აიძულეს რომ გამოსულიყვნენ იქიდან. გესმით რა ხდება? ასე რომ ეს ეკონომიკური მოძრაობა ძალიან კარგი შესასწავლია და არის ეკლესიის სოფლიო საბჭო, ხო მიცით არა? კონსული, რომელთანაც მეც ჰქონდა ურთიერთობა ავსტრალიაში, როცა ემიგრაციაზე ვცდილობდით დახმარებას და კარგად ვიცნობ ამ ორგანიზაციებს, ხო, როგორ არიან და რომელი დენომინაციები თანამშრომლობენ მასთან. ანუ იწყება იმის მომზადება, რაც მოხდება ანტიქრისტეს დროს. და ამ კითხვას სვავს, რომ იცოდეთ თქვენ და არ დაიბნეთ. ადრეც იყო ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ბატონმა ჯონმა ისაუბრა და ვისაც ახსოვს, ალბათ იცის, მაგრამ ახლა კიდევ პატარა დეტალებს მოგაწვდით თქვენ, რომ ვინ არიან ინიციატორი, ვინ არის კიდე და როდის გადაიდგა ეს ნაბიჯები აქტიურად. და როგორ აძალებდნენ ბატონ ჯონსაც ამ მოძრაობაში მონაწილეობის მიღებას და ძალიან გადამდებია, როცა ქრისტიანების ქრისტეს სახელით ბევრი შეიძლება ბიბლიასაც ასწავლენ ყველაფერს და ისინი ცდილობენ ამ დედამიწაზე და ბევრს არ აქვს სწორი წარმოდგენა ესხატოლოგიაზე, მომავალ მოვლენებზე და მათ გონიათ, რომ აქ რო შეკრიბებიან და გაერთიანდებიან, აი ქრისტე მერე მოვა. გესმით? აი ესეთი გაგება აქვთ მათ. და ანტიქრისტეც პირიქით ზოგს გონია, რომ შეუშლის ანტიქრისტეს ხელს მოსვლას ამით და პირდაპირ ქრისტე მოვა. აი არასწორად აქვს ბევრს აგებული და აქედან აქტიურობ, იმიტომ რომ შენ არასწორი გაგება გაქვს იმ გეგმაზე, რომელიც ღმერთმა დაგვიდო ჩვენ. აი კითხვას როგორ ასვავს ეს ბატონი. მე ესე დავასათაურე, რას ფიქრობთ ეკონომიკურ მოძრაობაზე, რომელიც ეხლა ხორციელდება ქრისტიანულ სამყაროში. ჯონ, წელიწად ნახევრის წინ გავიგე, რომ კონფერენცია იყო Arrow's Head Springში. რომ ჩარლზ მალიკმა, ეს იყო გაეროს ყოფილი მდივანი, ვისაც ახსოვს ეს, მე მახსოვს ჩარლზ მალიკი, პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ მაინც მახსოვს, ყოველთვის გაიცნობდა მისი სახელი და გვარი ჩვენთან საბჭოთა კავშირში. ყოფილი მდივანი აღნიშნა, რომ სოფლიოს სცენის შეფასების შემდეგ ის ფიქრობდა, ქრისტიანობის ერთადერთი იმედი ისლამისა და კომუნიზმის შემოტევის ფონზე იქნებოდა რომის პაპის ქვეშ მოქცევა. ხედავთ? და ჯონი პასუხობს, ანუ რომის პაპს ხელი ჩამოვართვათ და გავერთიანდეთ, ხო? მან რომ თქვა. დიახ, იმავე კონფერენციაზე ბილ ბრაითმა აღნიშნა, რომ კამპუს კრუსეიდი ახლა მუშაობდა ინგლისის კათოლიკურ ეკლესიასთან, რათა პროტესტანტული ეკლესიაც შეერთებოდა ამ მოძრაობას. და ჯონი აგრძელებს, ანუ აღმოსავლეთ ევროპა, ისინი მუშაობენ აღმოსავლეთ ევროპის გასაქრისტიანებლად, ხო? დიახ, აღმოსავლეთ ევროპა რომ მკვდარი იყო, რწმენის თვალსაზრისით, რომ ათეიზმი იყო იქ და ვიღაცამ ახსენა, რომ წებო, ესე იგი შემაწებებელი, შემაკავშირებელი, რომელიც ეკუმენ მოძრაობას შეაკავშირებს ერთმანეთთან, იქნებოდა ეს სულიწმიდით ნათლობა და ენებზე საუბარი. ანუ ხარიზმატული მოძრაობა, ეს 50-იანელები და ისინი იქნებიან ინიციატორები და გამოერთიანებები ხიდის გამდები აი ამ ორ გაყოფილ
დენომინაციებს შორის. მე უბრალოდ მაინტერესებდა თუ რას ფიქრობდით თქვენ და საით მიდის ეს ყველაფერი. რა იქნება მოძრაობის ეკონომიკური მოძრაობის ბოლო დღეების ნიშნები და რა მოხდება მომავალში. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ის, რაც ამ მოძრაობას ერთად შეკრავს და გაერთიანებს? და ჯონ მაკარტური პასუხობს. ნახოთ, აბა როგორ შემიძლია რომ მიუდგე და აგიხსნათ ეს. დიახ, მართლაც მალიკმა თქვა, რომ ქრისტიანული და პროტესტანტული ეკლესიის ერთადერთი იმედი დღეს სოფლიოში არის რომის პაპთან ჩვენი შეერთება. ასე რომ მე მოვისმინე ეს, მაგრამ მათგან განსხვავებით ეს იყო ჩემთვის პირიქით განაშემაწებებელი, არამედ განმზიდველი. ამან უფრო განმიზიდა მე და უფრო მეტად კრიტიკული გამხადა და საეჭვო დააყენა ეს მოძრაობა ჩემთვის. მე ვთქვი, რომ ამას მე არ მივიღებ. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მაგრამ ბატონი მალიკი არ დაგავიწყდეს, ის უყურებს ქრისტიანობას როგორც პოლიტიკურ ძალას სოფლიოში, რომელსაც უნდა რომ დაამარცხოს აღმოსავლეთის ათეისტური კომუნისტური ძალა. იცით ხო, ეს ვარშავის ბლოკი, განსაკუთრებით ახლა რუსეთის საბჭოთა კავშირზეა ლაპარაკი და ამისთვის იყენებენ ისიც და ეს პოლონური წარმოშობის რომის პაპიც. იოან პავლე, რომელზეც ჩვენ ცოტა ადრე ვილაპარაკეთ, ხო? ასე რომ მისი პერსპექტივა არის პოლიტიკური და არა სულიერი. ეს არ არის რელიგიის იმ წმინდა გაგებით სულის სახსნელად. არა, ეს არის უფრო პოლიტიკურად. სამწუხაროდ ესეა. ეს არის საკრამენტული ქრისტიანი, იმ გაგებით რომ ის ბერძნული მართლმადიდებლური ფონიდან გამოდის. ეს წარმოშობა აქვს მას. ბერძნული მართლმადიდებლური და ამიტომ ის ცდილობს ამ ეკლესიების ესე გაერთიანებას პოლიტიკური ქოლგის ქვეშ. რადგან ეს იყო გაეროს ყოფილი მდივანი, გენერალური ანსამბლეა და ეს ყველაფერი, ის ხედავს ამაში ძალიან პოლიტიკურ პერსპექტივას. ასე რომ ის უყურებს ქრისტიანობას როგორც ბლოკს აღმოსავლეთ ევროპაში კედლის ასაშენებლად, რათა თავიდან აიცილოს მთელი ევროპის გაკომუნისტება და გაწითლება. რაღაცა ბარიერი უნდა რომ შექმნას. და მათ აქვთ ეს საშიშროება, ამერიკაშიც იყო ეს საშიშროება, რომ მთლიანად არ გაწითლებულიყო მთელი სოფლიო და კომუნისტობა, მარქსიზმი არ მიეღო ყველას. მე ვიტყოდი, არ ვიცი უბრალოდ კონკრეტულად როგორ გიპასუხოთ და ბოლო ნაწილს რაც შეეხება, რაც თქვენ ახსენეთ, ეს წებო შემაკავშირებელი, რაც ამათ ერთმანეთში დაიჭერდა. მე არ ვიცი რა იქნება ეს საბოლოო ძალა, მაგრამ ბიბლია ნათლად გვეუბნება გამოცხადების მე-17 თავში, რომ მთელი მსოფლიო, მთელი სამყარო ერთი რელიგიის ქვეშ, ერთი ეკლესიის ქვეშ მოექცევა. ხო მართალია? ეს არის საიდუმლო ბაბილონი, იდუმალი, მეძავი, სიცაძაგლეების დედა, ეს ყველაფერი 7 ბორცვის მქონე ქალაქზე იქნება მოქცეული, სადაც ისინი არიან მორთული მეწამული, ოქროში და მთელ ამ სამკაულებში. იცით ხომ ეს? მე გულისხმობ, თქვენ არ აჭირდებათ, არ არის საჭირო იყოთ რაღაცა დიდი გენიოსი ამ ბიბლიის მკვლევარი, რომ არ მიხვდეთ იმას, თუ სად არის ეს 7 ბორცვის ქალაქი? ეს არის რომი. და ეს ყველაფერი მორთულობები, მეწამული ფერი, ეს ყველაზე სასურველი ფერია მთელი კარდინალების და რომის პაპის, იცით ხომ? ოდითგანვე. და მე ნამდვილად ფიქრობ, რომ რომი იქნება ის ცენტრი და ფიქრობ, რომ ძალიან შესაძლებელია, რომ ეს რომის პაპი სწორედ მთელი ანტიქრისტეს ამ შუაგულში აღმოჩნდეს ეს პაპობის ინსტიტუტი და იქიდან გამოვიდეს ანტიქრისტე. ჩემი აზრით, საინტერესო აქცენტი არის ის, რომ ქარიზმატულმა მოძრაობამ გამოიწვია პროტესტანტების კათოლიკებთან შეერთება. ისტორიულად მანამდე პროტესტანტებში და მართლმადიდებლობაშიც კი ვერავინ შეძლო ამის გაკეთება, მაგრამ მათ ეს გააკეთეს და ეს ისე სწრაფად ვრცელდება, როგორც ტყის ხანძარი. ფაქტობრივად თუ თქვენ იმ შეხვედრაზე იქნებოდით, ხო? მაგალითად მე მქონდა ერთი გამოსვლის საშუალება და ვთქვი და ერთი წუთით გამოვედი და რამდენიმე ახალგაზრდა მოვიდა და მითხრა კიდევაც რას ფიქრობთ ამაზე და მე უთხარი იმას რასაც ფიქრობდი. მე მივედი ლიდერთან და უთხარი რასაც ფიქრობდი. მე უთხარი რომ მე ნამდვილად რა თქვენ ნამდვილად გჯერათ მეთქი ამისი და მან თქვა დიახ და მე იქ აღარა ვარ, სადაც ვიყავიო, ამ პროტესტანტმა ლიდერმა, რომელსაც მე კარგად ვიცნობ და მე შევიცვალეო და შენც უნდა იყო ჯონ მოქნილიო და ასე შემდეგ. ასე რომ მე ვთქვი, კარგი, თუ თქვენ გჯერათ რომ ჩვენ ესეთ უბედურებაში ვართ, ესე იგი
ნიშნავს, რომ ჩვენ იგივე სისტემას უბრუნდებით ხო, ხო? რაც მივატოვეთ ჩვენ, რეფორმაციამ რაც გააკეთა, რის გამო სისხლი დაიღვარა, ჩვენ უკან უბრუნდებით კათოლიციზმს და წარმართულ სისტემაში მივდივართ მეთქი, რომელიც საბოლოოდ უზრუნველყოფს ერთ სოფლიო ეკლესიას, თქო? ასე რომ მე არ ვიქნები მეთქი, არ ვიქნებიო უთხარი მაგის ნაწილი. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ქარიზმატულმა მოძრაობამ უკვე დიდი ხანია დამიწება მოახდინა და დაეშვა ეკუმენიზმზე. ანუ მან მიიღო ეს ეკუმენიზმი. ვფიქრობ ასევე არის ქარიზმატული ტოლერანტობა ყველაფრის და ყველას მიმართ, ასევე კვებავს ამ მოძრაობას. და მათი მოთხოვნილება ქრისტიანული წმენდისადმი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ შენ უნდა ქონდეს ნათლობა. ეს არის და ეს, რასაც ისინი ოდესმე მოგთხოვენ. და შენ ამის შემდეგ კარგად უნდა იგრძნო თავი როგორც ქრისტიანმა. მეტი არაფერი არ არის საჭირო თურმე. კათოლიკური ქარიზმატული მოძრაობა მართლაც რომ რევოლუციას ახდენს ეკლესიაში. ესმით? ეს არ გაჩერდება, ეს პირიქით გაიზრდება და გაფართოვდება. ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი ერთად არიან. მე ახლახანს თავი დავანებე იმას, რასაც ევანგელიზმის ამერიკული ფესტივალები ქვია, ხომ, რომელიც იქნებოდა ყველაზე დიდი ევანგელისტური კონგრესი შეერთებული შტატების ისტორიაში. მე მათ ვთხოვეს, რომ ყოფილიყავი თავარი მომხსენებელი ამ შეხვედრაზე. თავიდან მე უთხარი დიახ, მაგრამ როცა დავინახე სია, ვიცი იქ უნდა მისულიყო, მე დაურეკე და უთხარი, სამწუხაროდ მე ვერ ვიქნები, ვერ ვიღებ მონაწილეობას და უნდა გთხოვთ უკან გამოვიხმო ჩემი სახელი თქო. ასე რომ ერთი კვირის წინ ეროვნულ ტელევიზიაში PTL კლუბში 700-იან კლუბში ეს იცით გადაცემა პეტრ ბორცონს რომ იყავს ხომ? ვიღაცამ თქვა რომ მე აუცილებლად ვიქნებოდი იქ მომხსენებელი. და თუ ეს გსმენიათ, მე მინდა იცოდეთ რომ მე იქ არ ვაპირებ ყოფნას. და იქ დაიწყეს უკვე მომწერეს და ამირეკეს ჩვენ გვინდა ჯონ რომ მოხვიდე ისაუბრო 25000 პასტორი იქნება მთელი ამერიკიდანო. მე უთხარი კეთილი და პატიოსანი. მე მზადა ვარ მეთქი თავიდან, ხომ? დავთანხმდი ამაზე. მაგრამ შემდეგ როცა გავიგე რომ ყველანი იქ იქნებიან, წვნიანიდან თხილამდე ეს გამოთქმა არის ინგლისური, ხო? ანუ კათოლიკეები, ხარიზმატები, ყველანი, ეს მეთქი არ გამოვა ესეთი ამბავი და უარი თქვი ამაზე. ასე რომ ეს არის ჩემი პოზიცია ამ მოძრაობასთან დაკავშირებით. გმადლობთ ამ კითხვისათვის.